დაახლოებით 5000 წლის წინ, დღევანდელი ლატვიის ტერიტორიაზე, ქვის ხანის ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილის პირას იყო. ის 20-დან 30-მდე ასაკის იყო. სხეულზე არ აღენიშნებოდა არც ერთი ხილული დაზიანება, არც შიმშილით იყო დასუსტებული და არც გვალვი. იმავე პერიოდში, შვედეთში, ჯამრთელი ახალგაზრდა ქალი განიცდიდა იმავე საშინელ ტანჯვა. მათ ერთმანეთს არ იცნობდნენ და ასეულობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი, მაგრამ ორივე რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. კიდევ უამრავ ადამიანთან ერთად. უხილავი მკვლელის მიერ დამარცხებულნი. 1000-ობით წლის შემდეგ, სწორედ ეს მკვლელი ეჭვმიტანელად მიიჩნევა ნეოლითის ეპოქის ბოლოს ადამიანის ცივილიზაციის ნაწილობრივ კოლაფსში. და ეს ეჭვმიტანელი ძალიან კარგად არის ნაცნობი კაცობრიობისთვის იერსინია პესტისი. გრამუარყოფითი ბაქტერია, რომლის სახელიც შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს. მაგრამ მისი ნამუშევარი ყველასთვის ცნობილია. ჭირი. სწორედ ის ჭირი, რომელიც პასუხისმგებელია შავი სიკვდილისა. და კაცობრიობის ისტორიაში ორ ყველაზე მომაკვდინებელ პანდემიაზე, რომლებმაც შესაძლოა 100 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. დღეს ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ იგივე პათოგენი შესაძლოა მიზეზი იყო უძველესი ეპიდემიისა, რომელმაც 1000 წლის წინ ევრაზიაში მრავალი მოსახლეობა გაანადგურა. მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ იერსინია პესტის უძველესი ბაქტერია. გენეტიკური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ის დაახლოებით 7000-მდე 6000-მდე წლის წინ წარმოიშვა. სავარაუდოდ, იერსინია ფსევდოტუბერკულოზისის ევოლუციის შედეგად დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ბაქტერია მშვიდად არსებობდა შუა საუკუნეებამდე. სანამ საბოლოოდ არ გამოავლინა თავისი სრული გამანადგურებელი ძალა. ეს შეხედულება შეიცვალა, როცა მკვლევრებმა აღმოაჩინეს არა ერთი, არამედ ათეულობით ნეოლითური ადამიანის კბილებში იერსინია პესტისის გენეტიკური კვალი. რაც მიუთითებდა, რომ ბაქტერია მათ სისხლში იყო მოხვედრილი და ალბათ სიკვდილიც სწორედ მან გამოიწვია. ჭირის სამივე ფორმას, სეპტიცემურს, ბუბონურსა და პნეუმონურს, უკიდურესად მაღალი ლეტალობა ახასიათებს. ზოგჯერ მკურნალობის გარეშე სიკვდილიანობა 83%-საც აღწევს, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანები პრაქტიკულად განწირულნი იყვნენ. თავდაპირველად ეს აღმოჩენა შოკად არავის მიუღია. ინფექციური დაავადებები უძველეს დროში გავრცელებული იყო და ბევრი ნაშთი სასიკვდილო დაავადებების ნიშნებს ატარებს. მკვლევრებმა იფიქრეს, რომ ეს შემთხვევებიც ჩვეულებრივი იყო, არაფრით გამორჩეული. მაგრამ შემდეგ ამ ბაქტერიით ინფიცირებული ნეშტები სულ უფრო და უფრო ხშირად გამოჩნდა სხვადასხვა რეგიონში, ოჯახებში და ზოგჯერ მასობრივ სამარხებშიც კი. მკვლევართა ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო ამ სიკვდილიანობის პერიოდმა. ეს ეპიდემია ემთხვეოდა იდუმალ მოვლენას, რომელსაც ნეოლითური დაცემა ეწოდება. ნეოლითური დაცემა დაახლოებით ძველი წელთ, აღრიცხვით 3450-დან 3000 წლებში მოხდა და ევრაზიაში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 50%-ით შემცირდა. ამით ფაქტობრივად განულდა ის 1000-წლოვანი ზრდა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას მოჰყვა. ზუსტი მიზეზი დღემდე გაურკვეველია. თუმცა დროის თანხმედრა მიგვითითებს, რომ ეპიდემია სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. ამ დროს უკვე ჩნდებოდა უზარმაზარი დასახლებები, რომლებიც ქალაქებს ჰგავდნენ. მაგალითად, უკრაინაში მდებარე მედონეცკი, სადაც დაახლოებით 50000 ადამიანი ცხოვრობდა 1000-ობით ნაგებობაში. ასეთ გადატვირთულ და არაჰიგიენურ ადგილებში, სადაც მარცვლეულის დიდი მარაგები თაგვებს იზიდავდა, იერსინია პესტისისთვის გავრცელების პირობები იდეალური იყო. ცუდი ამბავი ის არის, რომ სწორედ თაგვები და მათი რცხილები ბაქტერიის ბუნებრივი მატარებლები არიან. ამიტომ სიტუაცია ხელსაყრელი გახდა. და მართლა, ამ პერიოდის მრავალმა დიდმა დასახლებამ კოლაფსი განიცადა. ზოგი მათგანი უბრალოდ მიატოვეს, ზოგიც კი განგებ გადაწვეს. ალბათ იმისათვის, რომ ინფექცია აღარ გავრცელებულიყო. ეს მიგნებები მიუთითებდა ბევრად უარესზე, ვიდრე ჩვეულებრივი სეზონური დაავადება. რის გამოც მკვლევრებმა გადაწყვიტეს თავიდან გადაეხედათ როგორც ცნობილ, ისე აქამდე გამოუკლევ საფლავებსაც. სკანდინავიაში 100-ზე მეტ ნეშტზე ჩატარებულ ანალიზში დაახლოებით 17% მაჩვენა იერსინია პესტისის კვალი, რაც მოწმობდა, რომ
უძველესი ჭირი გაცილებით ფართოდ იყო გავრცელებული, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა კიდევ უფრო შემაწრწუნებელი აღმოჩენა. გაკეთდა ერთ საფლავში, სადაც ერთი დიდი ოჯახის 38 წევრი იყო დამარხული. მათგან 12-ზე, დაახლოებით 32%, ბაქტერია დადასტურდა, რაც შავი სიკვდილის ეპიდემიის მინიმალურ სიკვდილიანობას ემსგავსება. ეს ოჯახი განსაკუთრებულად უბედური აღმოჩნდა. ისინი პნეუმონური ჭირით დაინფიცირდნენ, რომელიც იშვიათი, მაგრამ ყველაზე მომაკვდინებელი ფორმაა. ის იწვევს მძაფრ ფილთვის ინფექციას, რომელიც მკურნალობის გარეშე 2 დღეში კლავს ადამიანს. შესაძლოა იმ პერიოდში ეს ფორმა უფრო ხშირი იყო ვიდრე დღეს. მთავარი კი ის არის, რომ სწორედ ეს ფორმა გადადის პირდაპირი გზით, ინფიცირებული ადამიანის სუნთქვითი წვეთებით. ჯერ კიდევ გაურკვეველია, დომინირებდა თუ არა მაშინ პნეუმონური ფორმა, თუ სამივე ერთად გავრცელდა. თუმცა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ყველა ტიპი არსებობდა. ზოგი უძველესი მსხვერპლი ერთდროულად აჩვენებს სეპტიცემური და ბუბონური ინფექციის ნიშნებსაც. მეცნიერები ასევე დაობენ, იყო თუ არა იმდროინდელი შტამი ადაპტირებული რწყილის ნაწლავში გადარჩენისთვის, რაც მნიშვნელოვანია მისი გავრცელების გზის გასაგებად. კიდევ ერთი საინტერესო მიგნება იმავე ოჯახიდან ის იყო, რომ ეპიდემია ერთი თაობით არ შემოიფარგლა. დაკრძალულნი იყვნენ 6 სხვადასხვა თაობის ადამიანები. 140 წლიან შუალედში. ეს მიუთითებს, რომ ჭირი 3 ტალღად გავრცელდა. პირველი 2 ტალღა შედარებით მსუბუქი იყო, მაგრამ მესამე აღმოჩნდა კატასტროფული. იმდენად, რომ სწორედ მას უკავშირებენ მკვლევრები ნეოლითის დიდი დასახლებების გაქრობას. თუ ეპიდემია ასეთი მასშტაბური იყო, ნეოლითურ ევრაზიაში ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი უნდა ყოფილიყო. მოსახლეობის შემცირებასთან ერთად გაქრა გრანდიოზული ნაგებობებიც. აღარავინ იყო, ვინც მათ აშენებდა. ხალხიც იშვიათი გახდა, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობა, რადგან ძალადობა მკვეთრად გაიზარდა. ამის მტკიცებულება მრავალი 5000 წლის წინანდელი მასობრივი სამარხია, სადაც მოიძებნა როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მეომრები და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი ოჯახები, სასტიკად მოკლულნი. ისტორია გვაჩვენებს, რომ მძიმე ეპიდემიების დროს ძალადობა და დანაშაული იზრდება. ასე მოხდა შავი სიკვდილის დროსაც და თანამედროვე პანდემიების დროსაც. ნეოლითურ ეპოქაში ცხოვრება ისედაც ურთულესი იყო და დაავადებების ეპოქაში აუტანელი. ზუსტი მაჩვენებლები უცნობია, თუმცა ზოგიერთ შეფასებით შეიძლება დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც მას 1918 წლის ესპანურ გრიპსა და შიტსის პანდემიაზეც მომაკვდინებლად აქცევს. მცირე იმედად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ნეოლითური Yersinia pestis-ის შტამი მაინც ნაკლებად გადამდები და მომაკვდინებელი იყო, ვიდრე შუა საუკუნეების შავი სიკვდილის გამომწვევი. თუმცა მოსახლეობას დასახსნელად 1000 წლეულები დასჭირდა. ზოგიერთ რეგიონში ადამიანთა რიცხვი ძველ დონეს 3000 წლის შემდეგვა დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები თანხმდებიან ნეოლითის პერიოდში დიდი დემოგრაფიული ვარდნა ნამდვილად ყოფილა, ყველა არ მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ჭირის ბრალი იყო. მაგალითად, გერმანიაში 100-ზე მეტმა ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა გაცილებით დაბალი ინფიცირების მაჩვენებელი, დაახლოებით 1.5%-დან 5%-მდე. 16%-ის ნაცვლად. მიუხედავად იმისა, რომ ესეც სერიოზული ციფრია, მხოლოდ ჭირი ვერ ახსნიდა ასეთი მასშტაბის მოსახლეობის გაქრობას. სავარაუდოდ, ეპიდემია რეგიონების მიხედვით სხვადასხვაგვარად მად მიმდინარეობდა. ზოგან საშინელი ზარალით, სხვაგან შედარებით მსუბუქად. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ნეოლითური დაცემა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია, მათ შორის ჭირმაც. დროთა განმავლობაში გაჩნდა სხვა თეორიებიც. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა შიშის ჰიპოთეზა. როგორც ნეოლითურ ბოთლნეკში ჩანს, ეს ეპოქა უკიდურესად ძალადობრივი იყო. იმდენად, რომ შეიძლება ამან გენეტიკურ კოდშიც კი დატოვა კვალი. შიშის ჰიპოთეზის მიხედვით, სასტიკმა ომებმა ხალხი აიძულა თავი შეეფარებინათ დიდ, თითქოს უფრო უსაფრთხო ქალაქ, რაც გადატვირთულობას, დაბალ ნაყოფიერებასა და მაღალი სიკვდილიანობას იწვევდა. საბოლოოდ კი მოსახლეობის კრახს. კიდევ ერთი ძველი თეორია უკავშირდება სოფლის მეურნეობას. ამ პერიოდში დედამიწის ტემპერატურა დაეცა, რამაც მოსავლიანობა შეამცირა, შიმშილი და სტაგნაცია გამოიწვია.